Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე თქვი მოდი ჩავწეროთ თორის საკვირაო თავი, რომელიც დღეს არის და ქვია მას ვაეთხანან. ვაეთხანან ივრითული სიტყვაა და ნიშნავს გამოვისტყვე, გამოვსთხოვე. და ეს თორის საკვირაო თავი არის მეორე რჯულის მეორე გაკვეთილი ესა. Sefer Dvarim-ის ასე ივრითულად წიგნს ასე ქვია. არის მეორე თავი. ზუსტად და პირველი თავი თქვენ იცით რომ ქვია Dvarim, მეორე თავს უკვე ქვია ვაეთხანან. ვაეთხანან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილებია და აქ მოსშე უნება თავის ხალხს რომ მე ვსთხოვე ღმერთო, შევსთხოვე რომ შევსულიყავი აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ ვერ მეთქვა არაო. პლუს ამას მოსე იმეორებს 10 მცნებას, რომელიც სინაის მთაზე გადასცა ღმერთმა ებრაელებს და ამათ უმეორებს და ჩემი დღევანდელი თემა, რომელიც ძალიან მოკლედ მინდა გიხართ, ეს არის აქ არის მოყვანილი ებრაული სოფხედულობის იუდაიზმის მწამსის და საერთოდ მთელი ბიბლიის ცენტრალური ლოცვა, რომელსაც ქვია შმა ისრაელ ადონა ელოჰინუ ადონა ეხად. ისმინე ისრაელო, უფალი შენი ღმერთი ერთი ღმერთია. და შემდეგ მოდის შეიყვარე უფალი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით. ეს მცნება დაუდო ღმერთმა მოსეს და ისრაელს. და ეს ცენტრალური გაკვეთილია დღევანდელი ჩვენი თორის საკვირაო თავისა. რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ღმერთის სიტყვის მოსმენა. პავლე მოციქული ამბობს, ამრიგად წმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღმერთის სიტყვიდან გამომდინარე. იგივე ქრისტეს სიტყვებიდან. რას ნიშნავს ეს მოსმენა, რატო იწყება ეს მცნება ისმინეთი? და ამ მცნებას იესო ქრისტეს ამყარებს და ამბობს, რომ ჯულში უმთავრესი მცნება, ცენტრალური მცნება არის ეს. შემოგარგებო, თუ ჩვენ არ ვკითხულობთ ღმერთის სიტყვას, იმ დროს თქვენ იცით რომ ყველას არ შეეძლო წერა კითხვა და ძირითადად კითხულობდნენ ლევიტელები, მაგრამ ხალხი უსმენდა ამას. ამიტომაც მათი რწმენა ყარდებოდა მოსმენისაგან, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიკითხოთ, შევისწავლოთ. ისინი ისმენდნენ არა ისე მოსმენისათვის, აი როგორც სკოლაში არის, ჩემ დროს იყო სკოლაში ესეთი ხუმრობა იყო. ატესტატებს აძლევდა ისმინა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეისმინა და ატესტატში ასე აძლევდნენ. ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობდნენ ჩვენი მასწავლებლები მაშინ, ვინც ვერ აბარებდა გადასასვლელ გამოცდებს. ნუ იდეას ალბათ მიხვდით, ხო? ანუ ჩვენ არ უნდა ვიყოთ უბრალოდ მომსმენები და არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები იმას, რომ ეკლესიაში მივალთ, მოვისმენთ ხადაგებას და ამით ჩვენი მისია შევასრულეთ. არა შემოკარგებო, ეს ასე არ უნდა იყოს. ისმინე ისრაელო. ისმინე ისრაელო ებრაულ კონცეფციაში ეს ნიშნავს შეისმინო და გააკეთო როგორც შეისმინე. ანუ შეისწავლო, იკითხო, შეისწავლო და იცხოვრო. და მხოლოდ როცა ამას აკეთებ, მაშინ შეიცნობ რომ შენ ღმერთი ერთია. თუ შენ ამას არ აკეთებ, შენ თეორიული ცოდნა გაქვს, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი არ იცი. აი ეს არის ის განსხვავება დღევანდელ ფასადურ ქრისტიანებსა და ნამდვილ მორწმუნე შვილებს შორის, ღმერთის შვილებს შორის. ეს არის ძირითადი დამახასიათებელი მორწმუნე ქრისტიანსა და ფასადურ
ქრისტიანებს შორის. ფასადური ქრისტიანი არის, როდესაც დღესასწაულებზე აწევს სასმის, ყანს აიღებს ხელში და ეთქვის: "აი, გაგვიმარჯოს ჩვენ ვართ, რაც ვართ." ესაა ფასადური ქრისტიანები, ჩემო კარგებო. ამათ არაფერი საერთო არ აქვთ ღმერთის რწმენასთან. ამიტომაც არო ბევრი მორწმუნე ადამიანი, რომლებიც ადრე რაღაცას თითქოს ჩვენ გვეგონა რაღაცას წარმოადგენდნენ, საქმეზე რო დგება, მათი რწმენა და საქმეები იწვება. იმიტომ რომ ისინი ვერ გაცენ ამ ფასადურობას. მათმა თლიანი პირობა, რომელიც არის ბიბლიის არსი არის, რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ღმერთი ერთი ღმერთია. და ამის გაგება არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავად იობმაც არ იცოდა, მაგრამ იობმა გაიარა ის გზა, რითაც მან დაინახა და თქვა: "ეხლა შეგიცანია." მანამდე გიცნობდიო ყურმოკვითვენ, მაგრამ ეხლა გიცნობო. ანუ ჩვენ თუ არ გვინდა იობის გზა გავიაროთ, წვალება და ტანჯვები, მარტივი გზა დაგვიტოვა ღმერთმა, რომ ამ უბედურებების და ამის აცდე, შენ შეგიძლია ადამიანო ჩაუღმავდე ღმერთის სიტყვას, გამოიკვლიო, ისწავლო და სწავლა მოიცავს შემეცნებას, არადაზეპირებას, არამედ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ცნების შემეცნება ნიშნავს არადაცნების დაზეპირებას, არამედ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ამას ქვია მაშინ, რომ ცნება შევიცანო. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ თეორიული წარმოდგენა გვაქვს რაღაცეებზე და მეძე არაფერზე. ამიტომ იწყება ეს თორის საკვირაო თავი ვაეთხანან, ისმინე ისრაელო, ისმინე ადამიანო, ისმინე ღმერთის შვილო, რომ შენი უფალი ერთი ღმერთიას. და სწორედ ამაშია განსხვავება, რომ ეს შეიცნო, ამისათვის უნდა ისწავლო. თუ შენ არ სწავლობ, შენ უბრალოდ თეორიულად გეცოდება, რომ ღმერთი არსებობს. და ამ თეორიულ ცოდნას შენთვის არაფერი არ მოქონდეს. მაგრამ როდესაც შენ უკვე სწავლობ და შეიმეცნებ და ჩვენ თქვით შემეცნება არის ის, რომ პრაქტიკაში ასრულებ იმას, რაც იცი, ეს არის სწორედ ის და მაშინ მუშაობს ეს და მაშინ მუშაობს სწორედ ეს მცნება ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ ვიგებთ, რომ ღმერთი ისრაელისა და ღმერთი სამყაროსა არის ერთი ღმერთი. მეორე ასპექტი, რაც მე მინდა გითხრათ, ეს უფრო კაბალისტურია. აქ არის მაგალითად ესეთი სიტყვა შმა, ისმინე, შმა მთავრდება ბოლო ივრითული ასოთი აინ, თუ თქვენ კითხულობთ ორიგინალ თორას, იქ ეგ ასო არის უფრო მაღალი, ვიდრე დანარჩენი ებრაული ასოები. და ბოლო სიტყვა ეხად, დალეთიც არის მაღალი, ვიდრე დანარჩენი სტრიქონი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიურ ორიგინალ ივრითულ ენაზე. რატო ამას ებრაელები სვამენ? კომენტატორი, რატო არის ეს ასე? ეს შეცდომა იყო თუ არა? არა, ჩემო კარგებო, შეცდომა არ არის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ამ ორი დაბოლოების, რომელიც დიდი ასოებია, აინი და დალეთი, წარმოქმნის სიტყვას, ივრითულ სიტყვას, რომელიც ითარგმნება როგორც მოწმე. მოწმეს აქვს ხემატრიულად 70 მნიშვნელობა, 70 ციფრია და მაშინდელ დროს ძველ ისრაელში და საერთოდ ბიბლიის თუ გავყვეთ ბიბლიის გენეალოგიაში 70 ეროვნება არსებობდა თელ მსოფლიოში. გარდა ებრაელებისა, ვთქვათ, ებრაელების ჩათვლით, ებრაელების აი რომ გამოვაკლოთ უკასავად, კიდევ 70 ქვეყანა სხვადასხვა ხალხი არსებობდა. ანუ ეს მიგვითითებს, რომ
ის რომ ღმერთი ერთია და ეს ღმერთი უნდა ჩვენ გვიყვარდეს, ამის შესახებ ისრაელი უნდა ყოფილიყო მოწმე ყველა ერებში და ყველა მსოფლიოში. რაც საბოლოოდ ეს ისევ წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც იესო ქრისტეზე მიუთითებს, რომელიც იესო ქრისტეს სახარებაზე მიუთითებს, რომელიც გავრცელდა თელ დედამიწაზე. მაგრამ ეს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც კაბალა ამბობს და გვეუბნება და ამ შემთხვევაში კაბალას ვეთანხმები, კაბალის ამ განმარტებას, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს. ასე მე მგონი მე გამიგზელდა სიტყვა, უბრალოდ ძალიან კარგია სეირნობა პარკში და ვიფიქრე ჩავწერ ამ ვიდეოს თქვენთვის. ჩვენ არ გქონდა აგვისტოში იცით რომ ვისვენებთ და არაფერს არ ვგეგმავთ. ამიტომ ამ ვიდეოს პირდაპირ რედაქტირების გარეშე გავუშვოთ, შეიძლება YouTube-ზე არ დავდოთ, მაგრამ შეიძლება Facebook-ზე დავდოთ. მაგრამ ვინც Facebook-ზე დააწყდებით ამ ვიდეოს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომელსაც ქვია ქრისტიანობის ებრაული ფესვები. და რო შევაჯამოთ, დღევანდელი ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის. ვაეთხანან მთავარი ცენტრალური გზავნილი არის რომ უფალი რო შეიყორო და შეიმეცო რომ ის ერთია, ამისათვის უნდა მოისმინო. მოესმენა მაშინ ხდებოდა, როცა კითხვა. ერთი კითხულობდა და სხვები უსმინდა, რადგანაც ყველა მკითხვა არ იცოდა. მაგრამ დღევანდელ დღეს ეს ითარგმნება ჩვენთვის როგორც ვიკითხოთ, შევისწავლოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ეს ასოც შემეცნება. აი ეს ჩემი შველები მინდა დაგანახოთ, მაგრამ აი მირზაბა? მოდი ჯანდო. აი აი. ვაგზებთ, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ცენტრალური აზრი არის ის, რომ მოსმენა ეს არის კითხვა ღმერთის სიტყვის შესწავლა, არა კითხვა უბრალოდ კითხვისაც და ცოდნისათვის, არამედ შესწავლა, შემეცნება ნიშნავს პრაქტიკაში გამოყენება ცხოვრებაში. ამისათვის გჭირდება ლოცვა. ამიტომ არის ეს მცნება ებრაელებს აქვს როგორც ლოცვა. დღეში ორჯერ ამბობენ ამას დილას და საღამოს, როცა ადგებიან და როცა წვევიან. ასევე ებრაულ ტრადიციაში ადამიანი როდესაც კვდება ამ ლოცვით ამთალოს შმა ისრაელით. ეს ძალიან ცნობილი ლოცვაა, მაგრამ ეს არა მარტო ლოცვა, ეს არამედ მცნებაცაა ღმერთისა. და მეორე რაც თავარია, გამგიმარტეთ ასოები, რაც ნიშნავს ამ ასოების სიტყვა, რომელიც მოწმე არის 70 და ნიშნავს 70 მხარეს, 70 ქვეყნის ტომს, ანუ ყველა თელ დედამიწას მოიცავს ეს უწყება, რომ ღმერთი ერთი ღმერთია. ეს მარტო ისრაელის შემეცნება არ არის, ეს ყველა ღმერთის ერის შვილის ვალია, რომ იცოდეს, რომ ღმერთი ერთია და ერთადერთია, სხვა ღმერთები არ არსებობს. მაშასე ვეღურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი.